მე რაც შეეხება ახლა ზოგადად სანამ სტუმარზე გადავალთ და დეტალებს მოყვებით, ცოტა პრეზენტაცია მაქვს რამდენიმე სლაიდიანი, სადაც მოგიყვებით ზოგადად სტარტაპის შესახებ, რა არის სტარტაპი და ასევე გაჩვენებთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს სტარტაპებისას, რომელიც ფიქრობ, რომ ბევრი თქვენგანისთვის შეიძლება ინსპირაციის წყაროც კი გახდეს. ეხლა ზოგადად სტარტაპის განმარტებას რო გადავხედოთ, არსებობს სამი ცნობილი განმარტება, რომ სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც განმეორებადი და მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის მოსაძებნად გამოიყენება. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, აი გამუქებულ ტერმინებს რაც არის დროებითი ორგანიზაცია და გამოიყენება რაღაც იდეის მოსაძებნად და არა რაღაცა თავიდანვე ფულის დასაწერად, ესე რომ ვთქვათ. მეორე განმარტება სტარტაპის არის შემდეგნაირით, რომ ეს არის ადამიანების ინსტიტუტი, შექმნილი ახალი პროდუქტის ან სერვისის მისაღებად ექსტრემალური მოულოდნელობით ახსავსე პირობებში. ანუ აქ თუ ჩვენ გქონდა რომ მაგალითად რაღაცა დროებითი ორგანიზაცია, რაღაცა იდეის შესაქმნელად, განმეორებადი და მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის მოსაძებნად, აქ არის უკვე ადამიანების ინსტიტუტი, ანუ ამ განმარტებაში აქცენტი კეთდება უშუალოდ ადამიანებზე და გუნდზე, რომელიც სტარტაპს ქმნის. და აი ეს მეორე ნაწილიც ექსტრემალურ პირობებში, ესეც აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგადი სტატისტიკით, ესე 90% სტარტაპების განწირულია, შესაბამისად ჩვენ რო ვიძახით რაღაცა შეიძლება ბიზნესი უფრო საინტერესო იყოს ვიდრე სტარტაპი, ეგ არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, ეგ არის რომ ბიზნესი შეიძლება დაიწყო უფრო სტაბილურად, ვიდრე სტარტაპი, და ბევრი რისკი შემცველია და სწორედ ამ დეტალებზე ვილაპარაკეთ. ანუ ამ განმარტებაში ხაზი არის გასმული თვითონ გუნდზე, რომელიც ამ სტარტაპს ქმნის და ხაზი არის გასმული თვითონ უშუალოდ იმ მოულოდნელობებზე, რაც ზოგადად სტარტაპის წარმოებას თან ახლავს. შემდეგი განმარტებით ეს არის კომპანია, რომელიც შექმნილია სწრაფი განვითარებისთვის. ყველაფერი სხვა დაკავშირებული სტარტაპთან გამომდინარეობს განვითარებიდან. სწრაფი განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, დამახასიათებელი ელემენტი სტარტაპისთვის რა. ანუ სწრაფი განვითარებაში იგულისხმება რამდენიმე თვე, მაქსიმუმ 1 წელი, რაშიც შეიძლება, რა დროსაც შეიძლება სტარტაპმა თავის სახელი თქვას. ეხლა რომ გავაერთიანოთ სამივე ეს განმარტება და შემაჯამებელი განმარტება ჩამოაყალიბოთ სტარტაპის, მივიღეთ შემდეგნაირ დებულებას, რომ სტარტაპი არის ადამიანების დროებითი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია განმეორებადი, მასშტაბირებადი და ინოვაციური ბიზნეს მოდელის შესაქმნელად. მისი სწრაფი განვითარებისთვის ექსტრემალური მოულოდნელობის პირობებში. ის სამივე მომენტი, 3 თუ 4 მომენტი, რაც ახლა გავამახვილოთ ყურადღება, 4 აუცილებელია სტარტაპისთვის. ეს არის გუნდი, ეს არის დროებითი წარმონაქმნი, თავიდან სტარტაპი იქნება ამ იდეით, რომ მოიძებნოს განმეორებადი და სწრაფად განვითარებადი იდეა და შემდეგ უკვე ხდება მისი ქცევა, როგორც ბიზნესი და უწყვეტი განვითარება უნდა სτερდეს თან. ეს რაც შეეხებოდა სტარტაპს. ეხლა თვალი გადავხედოთ ჩვენ ზოგადად რა არის სტარტაპი, რომ ცოტა ხანი გავყინოთ და განვიხილოთ ბიზნესი რა არის, ხო? ერთი შეხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ სტარტაპი არის ბიზნესის რაღაცა სტრუქტურა, ან რაღაცა პირველი საფეხური და გარკვეული კუთხით მართლებიც ვართ ამ განმარტებაში. თუმცა საქართველოს კანონმდებლობით ბიზნესი ეს არის სამწარმოო საქმიანობა. და საქართველოს კანონმდებლობით ეს არის მართლმსომიერი და არარჩევადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ნუ აქ ახლა რა თქმა უნდა არ უნდა დაარღვიოს ხვისი უფლებები და ასე შემდეგ, ასე უნდა იყოს კანონიერი საქმიანობა და ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონის განმარტებით, ანუ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებული ფიზიკური ან ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს მოგების მიღების მიზნით. აქ ნუ ხაზი უნდა გავუსვათ მოგების მიღების მიზნით, იმიტომ რომ არის რაღაცა თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ასოციაციები, რომელსაც შეიძლება მიზანი არ კონდეს მოგება, თუმცა ბიზნესად ვერ იქნება, იმიტომ რომ ბიზნესი აუცილებლად ორიენტირებულია მოგების მიღებას. მიკრობიზნესი და მცირე ბიზნესი არსებობს უკვე საგადასახადო კანონმდებლობით განმარტებული, ნუ მიკრობიზნესი ეს არის შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც უკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარულ წლის განმავლობაში არ აღემატება 30,000 ლარს. ნუ კალენდარული წელი ითვლება 1 იანვრიდან ბოლომდე, წლის ბოლომდე. აქ ხაზი არის გასასმელი იმაზე, რომ ფიზიკურ პირზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ანუ მიკრომეწარმე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ აღემატება 30,000 ლარს კალენდარული წლის განმავლობაში და ეს მოდელი საკმაოდ კარგად მოქმედებს მაგალითად პროგრამისტების შემთხვევაში, იმიტომ რომ ორგანიზაცია მოგეხსენებათ პროგრამისტების ზოგადად ხელფასი საკმაოდ მაღალია. პროგრამისტების და ციფრულ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები შესაბამისად ორგანიზაციებს ურჩევნიათ რომ მოითხოვონ მიკრომეწარმის სტატუსი ამ ადამიანებს და ფაქტობრივად ჩავთვალოთ რომ
თითოეული პროგრამისტი ბიზნესის პირველ საფეხურზე დგას, რასაც ქვია მიკრომეწარმე. და იმიტომ რომ ეს გარკვეულ გადასახადო შეღავათებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში მოდი აღარ ჩავუღრმავდეთ და მცირე ბიზნესი არის იგივე, უბრალოდ ფიზიკურ პირს ემატება ასევე ორგანიზაციული წარმონაქმნით და საშუალო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს. ანუ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავალი არის 100,000 ლარი, ითვლება მცირე ბიზნესად. ანუ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საშაურმე, ნებისმიერი სახინკლე, ნებისმიერი რაღაცა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც შექმნილი არის მოგების მიღების მიზნით. დაახლოებით წარმოდგენა, მე მგონი შეგვექნათ, რა შეიძლება განსხვავება იყოს სტარტაპსა და ზოგადად საკუთარ ბიზნეს შორის, როგორც კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკაში. თუმცა უფრო ზუსტი წარმოდგენის შექმნისთვის გაგაცნოთ თუ მოკლედ თვალი გადავალოთ, რომელია 2023 წლის 5 ყველაზე უმსხვილესი სტარტაპი და 2023 წელი ავიღეთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მთელი წელი წინ არის, და შეიძლება ივლისში ეს მონაცემი აბსოლუტურად ივლისის მერე ეს მონაცემი აბსოლუტურად შეიცვალოს, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, საკმაოდ სწრაფად განვითარებადი არის სტარტაპი და ამიტომ ყოველწლიურად და ყოველთვიურად მონაცემები იზრდება. თუმცა ბევრს დარწმუნებული ვარ, გეცნობათ კიდევაც რამდენიმე მათგანი, ეს არის ჩინური კომპანია, რომელიც არის TikTok-ის ფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი, ესე ვთქვათ, და აქ ხაზი უნდა გავუსვათ 300 მილიარდი დოლარი არის მისი შეფასება 2023 წლისთვის და ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩინეთში TikTok-ის გარდა არის თვითონ შიდა პროგრამა, შიდა პლატფორმა, იგივე TikTok-ი არის მხოლოდ შიდა ქვეყნისთვის, რომელსაც ქვია Douyin, თუ Douyin, მე მგონი, სწორად ვიძახი, და ეს ორი პლატფორმა არის უკვე განაპირობებს ამ ორგანიზაციის მაღალ ღირებულებას და გარდა ამისა, ჩინეთში დაახლოებით 1,5 მილიარდი 500,000 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად მათი ჩართულობაც საკმაოდ მოქმედებს თვითონ ორგანიზაციის ფასზე. შემდეგ SpaceX-ი ალბათ ყველამ ვიცით 127 მილიარდად არის ამ 2023 წელს შეფასებული. ვინც არ ვიცით, SpaceX-მა შექმნა ეს არის გამეორებადი მოხმარების კოსმოსური ხომალდები, რაკეტები, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები. ფაქტიურად კოსმოსში ვიზიტი მიზანი არის, რომ კოსმოსში ვიზიტი გახადოს ტურისტული და არ იყოს ეს რაღაცა სახელმწიფოს ინტერესი მხოლოდ და რაღაცა გარკვეული კვლევის ნაწილი. შემდეგ ეს არის Stripe, ეს ამერიკული კომპანია არის, 95 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს არის ონლაინ გადახდების პლატფორმა და ეს არის ყველაზე ესეთი ცნობილი პლატფორმა, რომელსაც იყენებს Amazon-იც, Spotify-ც და ესეთი ცნობილი e-commerce პლატფორმები, შესაბამისად ეს განაპირობებს სწორედ ამ სტარტაპის წარმატებას. OpenAI ყველაზე ცნობილი ChatGPT-ის ფლობელი კომპანია. ეხლა თუ ჩვენ გადავალთ თვალს და ვიტყვით მაგალითად TikTok-იც ახალი კომპანია არის, SpaceX-იც, შედარებით ამათზე ძველი, მაგრამ ახალი კომპანია. და ChatGPT-ის უკვე თვეები შეიძლება რაღაცა ითვლდეს, მაქსიმუმ წელი, როცა შეიქმნა და შესაბამისად ეს სწრაფად მზარდი რომ უნდა იყოს სტარტაპი, სწორედ ამას უსვამს ხაზს. და ეს არის Shein, ჩინური e-commerce-ის საიტი არის და არის მხოლოდ ტანსაცმელები. სწრაფი მოდის საიტია, შესაბამისად ზოგადად ჩინურ კომპანიებზე ყველაზე დიდ ბუსტს აძლევს ურიცხვი მოსახლეობა. ბოლო 5 ევროს გაჩვენებთ ახლა და მე უკვე გადავალთ სტუმრის ნაწილზე, ეს არის 5 უცნაური, მაგრამ წარმატებული სტარტაპი. ჩვენ როგორც უკვე თქვით, რომ რაღაცა 90%-ზე მეტი სტარტაპების არის განწირული. შესაბამისად არის რაღაცა საოცარი და წარმოუდგენელი შედეგები, როცა გონია რომ არ იმუშავებს, მაგრამ რას უკაცრავად ძალიან კარგადაც მუშაობს. და ესეთი სტარტაპები ერთ-ერთი არის მაგალითად ამერიკული სტარტაპი, რომელიც აქირავებს ქათმებს. ბრუნვა აქვს 17 მილიონი და 15,000 იყო საწყისი კაპიტალი. მიზანი არის, რომ ოჯახებს მიაქირავოს საქათმეები და რაღაცა ინკუბატწილები და ოჯახებმა რაღაცა ბავშვებთან ერთად რაღაც ეს ექსპერიენსი შეუქმნას, რომ ქათმები გაზარდონ. და შესაბამისად ეხლაც 20 მილიონი ამ ეტაპზე უფიქსირდება ბრუნვა. შემდეგი სტარტაპი ეს არის ამერიკული კომპანია ესეც 5 მილიონამდე აქვს ბრუნვა, 50,000 იყო საწყისი კაპიტალი და ეს არის კარტოფილის საშუალებით შეგიძლია გააგზავნო მესიჯი ან პრინტი. საჩუქრად ვინმეს გაუგზავნო.
ადამიანს თქვა, რომელიც არ იმსახურებს შეგან კარგ საჩუქრას, შეიძლება კარტოფილზე დააწერო რაღაც და გაუგზავნო. ანუ ესეც ჩვეულებრივი სტარტაპია, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედებს და ეს არის ერთ-ერთი სტარტაპი, რომელსაც მოიპოვა Shark Tank-ზე დაბინანსება ამ სტარტაპის დასაწყებად. შემდეგ ეს არის Pipedream-ი, ესეც ამერიკული კომპანია არის. აქ რაც მინდა ყურადღება მივაქციოთ, ნახეთ. ხო, ორ სიტყვას გეტყვით, ანუ ეს არის კომპანია, რომელიც ზრუნავს ამანათების მიწოდებაზე, ანუ ამანათების მილსადენი არის, ესე რომ ვთქვათ, ანუ მილსადენით მოხდება ამანათების ყველა სწრაფად მიწოდება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. აი ხო ყურადღება რას მინდა რომ მივაქციოთ, ნახე, ბრუნვა ამ კომპანიასაც 5 მილიონამდე აქვს და ამ კომპანიასაც 5 მილიონამდე აქვს, მაგრამ საწყისი კაპიტალი აი ამ კარტოფილების შემთხვევაში გვაქვს $50,000, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს $24 მილიონი და მომდევნო რაუნდზე უკვე რამდენიმე თვის წინ 13 მილიონი პლუს დაემატა განვითარებისთვის, ანუ იდეა რამდენად ღირებული არის, რა თქმა უნდა, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სტარტაპის განვითარებისთვის და სტუდენტთა სტარტაპის წარმოებისთვის და შემდეგ ესეც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, ეს ავსტრალიური სტარტაპი არის. ეს არის ანუ ტურიზმის განვითარებას ემსახურება და საშუალებას და Join My Wedding ეს არის პლატფორმა და საშუალებას აძლევს წყვილებს, რომ საკუთარი ქორწილის ბილეთები გაყიდონ. აი მაგალითად, ინდოეთში არის საკმაოდ პოპულარული სტარტაპი, თუ გაინტერესებთ ინდური ქორწილი როგორი არის, შეგიძლიათ ბილეთები იყიდო და დაესწრო ამ ქორწილს. ანუ რაღაცა სამეგრელოში რაც 500 კაციანი ქორწილი, ან დასავლეთში 300 კაციანი ქორწილი, ან ხო ვიცი ჩვენც. და იქ შეგიძლია მოკლედ რაღაცა ტურისტი, როცა ხანუ ტურისტებს ყველაზე მეტად აინტერესებს ავთენტურობა, ხო ქვეყნის. ამიტომ ძალიან ესე წარმატებული აღმოჩნდა ეს სტარტაპი, შესაბამისად დასერჩავ ქორწილებს მიდამოებში და შეგიძლია მოკლედ ხან სამეგრელოში წახვიდე ქორწილში, ხან კახეთში, ხან აქ. ხო, და ბოლო ეს არის ესეც ამერიკული სტარტაპი არის, ეს არის ქალის ფეხსაცმელი, რომელსაც შეგიძლია ქუსლი გამოუცვალო. ანუ მაღალი ქუსლიდან გადავხედე დაბალ ქუსლზე, ანუ რაღაცა და რამდენიმე ზომა აქვს ამ ფეხსაცმელს, 8 მილიონი აქვს ბრუნვა და ესეც თუ სწორად მახსოვს, არის Shark Tank-დან მიღებული ინვესტიციით დაწყებული სტარტაპი.